გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები გაგაოცოთ. ეს გახლავთ ოპტიკური ილუზიების ხელოვნების მე-6 ეპიზოდი. ეცადეთ დიდ ეკრანზე უყუროთ და ხელი არავინ შეგიშალოთ. დავიწყოთ მარტივებით. რას ხედავთ სურათზე? წესით, ეს არის წრეში მჯდომი გოგოს და უბრალოდ ადამიანის სახე ერთად. მე ძალიან ბევრი ვეცადე, თუმცა მხოლოდ გოგოს დანახვა შევძელი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ორივე ღილაკი, ზედაც და ქვედაც, ერთი ფერისაა. ზოგი ადამიანი ამას იმ წამსვე აღიქვამს. ზოგიც ვერა და ვერ იჯერებს, რომ ერთი და იგივე ფერისაა. თუმცა არსებობს მარტივი გამოსავალი. ღილაკებს შორის, სადაც თეთრი ადგილია. უბრალოდ თითი დაადეთ და იმ წამსვე ყველაფერს ისე დაინახავთ, როგორც სინამდვილეში არის. თუ მოგეწონათ ეს ილუზია, დაალაიქეთ ვიდეო და თანდათან დავსერიოზულდეთ. კარგად დააკვირდით სურათს და კომენტარებში დაწერეთ, თუ რამდენ სახეს ხედავთ ფოტოზე. მგონი 4-მეტია. რას ხედავთ სურათზე? აქ მხოლოდ თუთიყუში არ არის. თუ სხვა რამეც დაინახეთ, დააკომენტარეთ. ხოლო თუ ეს სხვა რამე ვერ დაინახეთ და ეს თქვენს ნერვებზე მოქმედებს, მაშინ უბრალოდ გაადიდეთ, ან ახლოდან შეხედეთ. ფოტოზე აირჩიეთ ერთი კონკრეტული წერტილი და დააკვირდით მას 30 წამის განმავლობაში. შედეგი გასაოცარი იქნება. თუმცა თუ არ მენდობით დაიფიქრებთ, რომ ვიდეოში ვცვლი რამეს, შეგიძლიათ დაპაუზებულ ვიდეოზე სცადოთ. მოკლედ, თუ 30 წამის განმავლობაში უყურებდით სურათის რომელიმე წერტილს, მთლიანი გამოსახულება აუცილებლად გაქრებოდა. ამის მიზეზი ნახატის ბუნდოვნება და დაბალი კონტრასტულობაა. ამას ქვია ტროქსლერის გაქრობის ოპტიკური ილუზია. ის პირველად 1804 წელს შვეიცარიელმა ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა ტროქსლერმა აღმოაჩინა. ამ ილუზიის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორ ადაპტირდება ჩვენი ვიზუალური სისტემა სენსორულ სტიმულთან. ჩვენი ნეირონები აღარ რეაგირებენ სტატიკურ ბუნდოვან ფონზე, რაც იწვევს ვიზუალის გაქრობას ჩვენს ქვეცნობიერში. ნეირონები ფილტრავენ ინფორმაციას, რომელიც უცვლელია. ყველაფერი ამის შედეგად კი ჩვენი ქვეცნობიერი აქრობს დანახულს. თუმცა სინამდვილეში არაფერი ქრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ილუზიაა ჩვენს სიაში. კარგად დააკვირდით ხაზებს. ისინი ტალღოვანია თუ ზიგზაგისებური, თუ ორივე ერთად. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ თეთრ და შავ ფონზე არსებული ხაზები ტალღოვანია, ხოლო ნაცრისფერ ფონზე ხაზების ფორმები თითქოს იცვლება. ჯერ ზიგზაგისებურია, შემდეგ ტალღოვანი და ასე შემდეგ. მონაცვლეობით. თუმცა სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა. ნაცრისფერ ფონზე დახატული ხაზები ტალღოვანია და ზიგზაგისებური არ არსებობს. ამ ეფექტს ქმნის ის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებულ ზიგზაგისებურ ხაზებად აღვიქვამთ იმ ხაზებს, რომლებიც თეთრი ფერით იწყება, ხოლო ტალღოვნად შავი ფერით დაწყებულ ხაზებს. როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ საინტერესო ილუზიაა. შეგიძლიათ კიდევ დააკვირდეთ. მე კი ცოტა მარტივზე გადავალ. რას ხედავთ სურათზე? იოჰანს სტოტერმა შექმნა ილუზია, რომელიც ერთი შეხედვით ჰგავს ბაყაყს, თუმცა სინამდვილეში სურათზე გამოსახულია 5 ადამიანი. სწორედ ისინი ქმნიან ბაყაყის ილუზიას. იოჰანსიმ ილუზიების პროექტი 2013 წელს დაიწყო, იტალიურ ალპებში ცხოვრების დროს. როგორც მან აღნიშნა, ეს იდეა ბუნებამ შთააგონა. თუმცა მსგავსი ხელოვნება ნანახი მქონდა აქამდეც. ალბათ არც თქვენთვისაა ახალი. შემდეგი ილუზია ნამდვილად სხვა საქმეა. თქვენი აზრით,
რა საგანია დახატული ელჩების ფეხებთან? ეს ამ სიის ყველაზე უცნაური ილუზიაა. ნახატი სახელად ელჩები ეკუთვნის გერმანელ ფერმწერს ჰანს ჰობლაინ უმცროს. შესრულებულია ჯერ კიდევ 1533 წელს. ამჟამად გამოფენილია ლონდონის ეროვნულ მუზეუმში. ნახატზე გამოსახული ადამიანების ვინაობა ცნობილია. საფრანგეთის ელჩი ჟან დე დენტევილი ლონდონში და მისი მეგობარი ასევე საფრანგეთის ელჩი ეპისკოპოსი ჟორჟ დე სელვი ვენეციაში. ერთი შეხედვით ამ ფოტოზე უცნაური არაფერია, უბრალოდ ნახატია და მორჩა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევთ ელჩების ფეხებთან დახატულ წაგრძელებულ საგანს, რომლის რაობაც საკმაოდ საეჭვოა. შეუძლებელია პირველივე შეხედვისთანავე თქვა, თუ რა საგანია ის, ან არის კი ის სინამდვილეში წაგრძელებული ფორმის. და საერთოდ, თუ ამ საეჭვო დეტალს პირდაპირ შევხედავთ, შეიძლება მის წარმომავლობას ვერ მივხვდეთ, მაგრამ რაკურსის შეცვლის შემთხვევაში ადვილად შევნიშნავთ მხატვრის ჩანაფიქრს. ეს არის ანამორფოზის სახელით ცნობილი ოპტიკური ილუზია. ანამორფოზა ესაა საგნის ფორმის განძრახ დამახინჯების ხერხი, რომლის დროსაც საგნის დანახვა მხოლოდ თავის ან გამოსახულების მდებარეობის შეცვლითაა შესაძლებელი. თუ ნახატს გვერდიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეს წაგრძელებული საგანი სინამდვილეში თავის ქალაა. რომელ ცნობილ ადამიანს ხედავთ სურათზე? პასუხი შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. ეს ილუზია შექმნა ვინმე კრის ფრეიდიმ. მან მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა 2015 წელს. მასში ორი ცნობილი ადამიანის სახეა გაერთიანებული. ესენია ბიონსე და ბენ სტილერი. ერთი შეხედვით სურათზე ვხედავთ ბენ სტილერის პერსონაჟს 2001 წლის ფილმიდან ზულენდერი. კარგად დაკვირვების შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ ბიონსეს სახეს. მისი სახე ბენ სტილერთან შედარებით განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მაშინ, თუ ფოტოს დავაპატარავებთ და ისე შევხედავთ. ან თუ შორი დისტანციიდან დავაკვირდებით. რა განსხვავებაა შუაში წრეებს შორის? ეს ილუზია ცნობილია როგორც ჩაბის ილუზია. სინამდვილეში ორივე მხარის არსებული ცენტრები სრულიად იდენტურია. განსხვავებული უკანა ფონის გამო იქმნება ისეთი ილუზია, თითქოს მარჯვენა მხარის ცენტრი მარცხენასთან შედარებით გაცილებით ბუნდოვანია. თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც 1980 წელს აღმოაჩინეს ჩარლზ ჩაპმა და მისმა კოლეგებმა დაბალი კონტრასტის მქონე ვიზუალებზე ექსპერიმენტების ჩატარების დროს. კიდევ ერთი ჰიბრიდი ფოტო, რომელიც ორი ცნობილი ადამიანის სახეს აერთიანებს. აბა თუ გამოიცნობთ ამ ადამიანთა ვინაობას? არ ვიცი ეს რამდენად შეძელით, თუმცა სიმართლე ასეთია. ოდი ოლივია მეცნიერი და მკვლევარია, რომელიც ქმნის და იყენებს ჰიბრიდ სურათებს თავისი კვლევებისთვის. ამ ილუზიის მიზანია წარმოაჩინოს თუ როგორ მოქმედებს მკვეთრი და მკრთალი ხაზები ადამიანის გონებაზე. თუ ამ ფოტოს შორი მანძილიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ მკვეთრი დეტალები ნაკლებად ხილვადი ხდება და ყურადღება მკრთალ დეტალებზე გადაგვაქვს. სწორედ ამიტომ ვხედავთ ახლოდან მერლინ მონროს, ხოლო შორიდან ალბერტ აინშტაინს. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ, ჯერ ახლოდან შეხედვა, შემდეგ კი შორიდან. თუ გამოგივიდათ, დაწერეთ კომენტარებში. კარგად დააკვირდით ამ სურათს. რას ხედავთ? კატა, რომელიც კიბეებიდან ჩამოდის თუ პირიქით, კატას, რომელიც კიბეებზე ადის? ამ ფოტომ ინტერნეტ სივრცე ჯერ კიდევ 2015 წელს დაიპყრო. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, ზოგი ერთს პასუხობდა, დანარჩენები კი მეორეს. თქვენ რომელს ხედავთ? ეს საკმაოდ უცნაური და დამაბნეველი სურათია. თუმცა ყველაფერს ნათელი ეფინება, როცა ყურადღებას მამაკაცის შორტზე გადავიდანთ. სინამდვილეში მამაკაცის შორტები არის თეთრი და შავი ფერის. თეთრი შუაში, ხოლო შავი გვერდებზე. ერთი შეხედვით კი იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს თეთრ შორტს ხალი ატარებს. ამ ფოტოს დაახლოებით 1 წუთი ვუყურებდი, რომ მიმხვდარიყავი რაში იყო საქმე. თქვენ ახლა ხედავთ ფოტოს შუაში წრეს, რომელიც ცისფერი ხაზებისგან შედგება. მოიცა, მოგატყუეთ, მაგრამ ჩემზე უფრო თქვენი გონება გატყუებთ.
რადგან აქ არანაირი ცისფერი წრე არ არსებობს. მთლიან ფოტოს აქვს თეთრი ფონი. ცისფერი კი არის ხაზები ფოტოს შუაში. რაც ოპტიკურ ილუზიას ქმნის, თითქოს წრე არსებობს. მგონი ეს ჩემი ფავორიტი ოპტიკური ილუზიაა დღევანდელ ვიდეოში, რადგან აშკარად ვხედავ წრეს, თუმცა ვიცი რომ არ არსებობს. თუ ახლოდან დააკვირდებით, თქვენზეც იგივე ეფექტი ექნება. რა სიტყვით, რა ფერისაა A და B სვეტში არსებული მართკუთხედები? ალბათ თვლით, რომ A სვეტის მართკუთხედები მუქი ნაცრისფერია, ხოლო B-ს შედარებით ღია. თუმცა მოდი ვნახოთ რეალურად როგორაა. ეს ილუზია 1979 წელს აღმოაჩინა ავსტრალიელმა ფსიქოლოგმა მაიკლ უაიტმა. აქედან გამომდინარე მას უაიტის ილუზიად მოიხსენიებენ. სინამდვილეში A და B სვეტის მართკუთხედები ერთი და იმავე ფერისაა. ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ თითი დაადოთ მართკუთხედებს შორის მოქცეულ თეთრ ხაზებს. განსხვავებული ფერის ილუზიას სწორედ ეს შავი და თეთრი ხაზები ქმნის. ან გადმოიწერეთ ეს ფოტო, ცალ-ცალკე მიაახლოვეთ და ნახავთ, რომ ერთი და იგივე ფერის არის. ან უბრალოდ მენდეთ, ეს ხომ შესანიშნავი რამეა. რამდენ განსხვავებულ ფიგურას ხედავთ სურათზე? არ შეგეშინდეთ, ბევრი არ არის. თუმცა ვიცი რომ ბევრს ხედავთ. მაგრამ როცა გეუბნებით ბევრი არ არის თქო, მაშინ მინიმუმ რამდენი შეიძლება იყოს. არა მგონია ვინმეც გამოგეცნოთ, რადგან მხოლოდ ერთია, 4 კუთხედები. მრგვალი ფორმის ფიგურები, 4 კუთხედი ფორმის ფიგურების ანარეკლია სარკეში. ცოტა ხომ არ დაიბენით. თუმცა არ აუშავს. ეს ოპტიკური ილუზია ხომ 2016 წლის საუკეთესო ოპტიკურ ილუზიად აღიარეს. მას მოიხსენიებენ როგორც გაურკვეველი ცილინდრის ილუზიას. ის შექმნა მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა კოკიჩი სუგიჰარამ. კომენტარებში დაწერეთ დღევანდელი ვიდეოდან რომელი ილუზია მოგეწონათ ყველაზე უფრო. შემდეგ ეპიზოდს იმ შემთხვევაში გადავიღებ თუ შევძლებთ და ეს ვიდეო ავა 10,000 ლაიქზე. ნახვამდის.